ნატო სამიტიდან უკრაინის პრეზიდენტი კონკრეტული შედეგით ბრუნდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპისგან დაპირება მიიღო, რომ პეტრიოტის სისტემებისთვის უკრაინა რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომლის გასაჟღერებლადაც უკრაინის დელეგაცია ანკარაში ჩავიდა. პეტრიოტის რაკეტები ერთადერთი საშუალებაა უკრაინელებისთვის რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად. ვაპირებთ მოგცეთ ლიცენზია პეტრიოტების საწარმოებლად. კარგია რა? ამით ვეღარ ექნება პრეტენზია, რომ საკმარისს არ ვაძლევთ. თქვენ თვითონ გააკეთეთ. ჩვენ გვაქვს პეტრიოტები, მაგრამ ჩვენც გჭირდება. ვფიქრობ, რომ შეუძლიათ სწრაფად აწარმოონ, როგორც კი აბუხსნით. ჩვენს კომპანიასთან იმუშავებთ. მათი იარაღის წარმოების შესანიშნავი შესაძლებლობები აქვთ. დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა 1 საათს გაგრძელდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა ომის დასრულება ვლადიმირ პუტინსაც სურს. მედიასთან საუბრისას მან გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ხშირად აქვს კომუნიკაცია და მისი პირობაა, რომ ზელენსკი მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდეს. ამის შესახებ ტრამპის მიერ დასმულ შეკითხვას უკრაინის პრეზიდენტმა იუმორით უპასუხა. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა, რომ ზელენსკის მოსკოვში შეხვდება. არ მინდა მის ადგილას წარმოვიდგინო თავი. არ ვიცი წავა თუ არა. შეიძლება წავიდეს კიდეც. წახვალ? გულია, იქ ახლა ბევრი უკრაინული დრონია. საშიშია. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ უკრაინის დარტყმებმა ნავთობ ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ომის დინამიკა შეცვალა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ გარდატეხა ბრძოლის ველზე მოლაპარაკებებისთვის სივრცეს აჩენს. ეს ერთ-ერთი დინამიკაა, რომელიც შეიცვალა ამ ომში ბოლო რამდენიმე თვეში. და ესაა ის, რომ რუსებისთვის სულ უფრო რთული ხდება საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს შექმნის სივრცეს მოლაპარაკებისთვის ამ ომის დასასრულებლად. ეს ესკალაციაა, მაგრამ მას შეუძლია ომის დასრულებამდე მისვლას შეუწყოს ხელი. შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებებიდანაც ჩანს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დამოკიდებულება უკრაინელი კოლეგის მიმართ თეთრსახლში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ შეცვლილია. მან განაცხადა, რომ ზელენსკის შეუძლია უკრაინა დიდებული ქვეყანა გახადოს და არ გამორიცხა ომის შემდეგ კიევს ესტუმროს. წავალ კი, ვისურვებდი, ჯერ ომი დასრულდეს. არ ამგონია საიდუმლო სამსახურს გაუხარდეს. ჩვენ მადლიერი ვართ პურლის პროგრამისთვის და გვინდა დეტალები გაგიზიაროთ. საჰაერო თავდაცვა არის პრიორიტეტული. მეორე და შეიძლება პირველიც იყოს არის მოლაპარაკებები. ჩვენ გვესმის რა უნდა გაკეთდეს, რომ ამას მივახციოთ. იმედი მაქვს მივახცევთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ომი შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო დრონების გარიგებაზე მუშაობა. უკრაინამ რამდენიმე მოკავშირესთან უკვე გააფორმა დრონების წარმოების შესახებ შეთანხმებები. მათ შორის გერმანიასთან. უკრაინა და გერმანია ერთობლივად დაიწყებენ ბარსის ტიპის რეაქტიული დრონების გამოშვებას, რომელთა ფრენის რადიუსი 800 კილომეტრია. თავდაცვას აძლიერებს თავად ნატოც. 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება ეგრეთ წოდებული Deep Strike-ის რაკეტების წარმოებისთვის, რომელშიც 12 ქვეყანა იქნება ჩართული. დარწმუნებული ვარ ანკარიდან შევქმნით ახალ სულისკვეთებას, რომელიც ნატოს უფრო გააძლიერებს და უფრო გააერთიანებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. წამოვიწყეთ ერთობლივი ინიციატივა მომდევნო 2 წლისთვის, რომ უკრაინას 70 მილიარდი ევროთი დავეხმაროთ. ამ ომის დასრულება მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული. ყველაფერს გავაკეთებთ ამის მისაღწევად. ვაგზავნით მკაფიო სიგნალს მოსკოვში. რუსეთს არ აქვს ამ ომის მოგების შანსი. ისინი ვერ მიაღწევენ მიზნებს და რაც მალე დავასრულებთ ამ ომს. მით უფრო უკეთესი იქნება ევროპისთვის, რუსეთისთვის და მშვიდობისთვის მთელს მსოფლიოში. თუ ჩვენ ეჭვებს არ დავუტოვებთ რუსეთს, რომ მეხუთე მუხლი ძალაშია, ის გამოცდას ვერ მოგვიწყობს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა ვიმეოროთ, როგორი მყარია მეხუთე მუხლი, არამედ უფრო მეტი დავხარჯოთ. უნდა გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა და შევქმნათ შემაკავებელი კედელი, არა მხოლოდ ნატოში, არამედ ევროკავშირის მომავალი მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს საკითხების განხილვისას. ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა სამხედრო დახმარების სახით 70 მილიარდ დოლარს მიიღებს მომდევნო 2 წლისთვის. თანხებს თანაბრად გადაინაწილებენ, თუმცა დახმარების ძირითად ნაწილს უსაფრთხოების სფეროში ევროპა და კანადა დააფინანსებენ. ამის შესახებ საუბარია სამიტის დეკლარაციაშიც. 6 პუნქტიან დოკუმენტში დაფიქსირებულია ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ და რუსეთი ნახსენებია, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გრძელვადიანი საფრთხის წყარო.